გვპირდა და ეს მისტერია, დაფარულია, ისეთი რამ წარმოუდგენელია, როგორც მე-19 წერია, თვალს არ უხილავს. ყურს არ სმენია, კაც გულში არ გაუვლია ღმერთმა, ის მოუმზადა თავის მოყვარულებს და პირველ რიგში მოიაზრება, როგორც თქვით, გამოსყიდვა. ჯვარცმით ჩვენი გადარჩენა და ამაზე დაყრდნობით უკვე ახალიცა და ახალი დედამიწა. შემდეგ ბოლო მე-16 მუხლებში გაჟღერებული არის ქრისტიანული ჭეშმარიტება. სახარება მოგვეცვა ჩვენ სული წმინდის მიერ ღვთის სიტყვით. ესე იგი, ადამიანმა რაც არ უნდა რამე გითხრას, თუნდაც ყოველდღე გიჩიჩინოს, თუ იმას ღვთის ძალა, სული წმინდა არ ახლავს, თუ სული წმინდამ არ იმოქმედა მსმენელზე, ყველაფერი ფუჭია. ესე იგი, სახარება, ხარება, შინაგანის გამოცვლა, გარდა მეტამორფოზა, გამოცვლა შინაგანი ხდება ერთადერთი სული წმინდის. ქადაგებლის სიტყვის მიმტანის მოვალეობა, რომ მან თქვას, მაგრამ ადამიანი ადამიანს ვერ ცვლის. სული წმინდა ამას აკეთებს და ამისთვის საჭიროა ღვთის სიტყვა. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, ეს წერია ბიბლიაში, რომ ეს არის საკვები, ეს არის ის საშუალება ღვთის სიტყვა, რომელიც ამ ძალას ატარებს. სული წმინდა მოქმედებს ღვთის სიტყვით. არა ადამიანთა შეხედულებით, არა დენომინაციათა სხვადასხვანაირი ერთმანეთს საწინააღმდეგო დოქტრინებით, არამედ ღვთის სიტყვა ცვლის ადამიანს. ამიტომ პიროვნებამ არ უნდა გადადოს ბიბლიის წაკითხვა. დღეს რა იცი იქნებახვალი არ გაგითენდეს, გადაშალე წიგნი, წაიკითხე გულზე მოკვდეს, გამხილოს, როგორც იტყვიან თავში ჩაგარტყას, იმან რაც ამოიკითხე, რომ ცოდვილი ხარ, რომ უვარგისი ხარ, რომ ყველაფრის მიუხედავად ღმერთმა მოგიწოდა, იყავი საზისხარი, მაგრამ მან გაგაწმინდავა, შეგმოსა თავისი სამართლიანობით და უკვე მამა ღმერთი გიყურებს, როგორც შენ თავისი ძის ახლობელს. აი, ასეთი მადლი, შემდეგ რომ უარყოფილი იქნება წუთისოფლის წარმომადგენლების და გულგაქვავებულების მიერ განაესმათ ეპატიებად, რაც არ უნდა კეთილ საქმეებს აკეთებდნენ ისინი ამავდროულად. არანაირად. არადა ეს ხომ ყველასთვის არის. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე შეგნებულად იტყვიან უარს. ახლა, მე-10 წერია ის, რომ სული წმინდა ყოველივეს იკვლევს. ეს ისეთი რამაა, რომელიც სახსრებს აღწევს და ყველაფრის მიღმა ადამიანის გულში, გონებაში, რაც არის, ყველაფერი უწყის. მე-10 ასე ჟღერს. ჩვენ კი თავისი სულით, იგულისხმება სული წმინდით, გაგვემხილა ღმერთმა, ვინაიდან სული წმინდა ყოველივეს იკვლევს.